საქართველოს დიდი ხანია ველოდები ერთი სული Georgian Brass ასე ქვია ახალი თაობის მუსიკოსებისგან დაკომპლექტებულ ლითონის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლს, რომლის თბილისური პრეზენტაცია გუშინ გაიმართა. ეროვნულ მუსიკალურ ცენტრთან არსებული ჯგუფი 13 მუსიკოსისგან შედგება გუშინდელ კონცერტზე Georgian Brass-თან ერთად German Brass-ის დამფუძნებელი ვალტორნისტი Wolfgang Gaagიც იღებდა მონაწილეობას. საღამოზე სხვადასხვა ჟანრის ათამდე მუსიკალური ნომერი შესრულდა ლითონის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლის წევრები პარალელურად ორკესტრებსა და სხვადასხვა ცნობილ მუსიკოსებთან თანამშრომლობენ. გუშინდელ კონცერტს საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უასპინძლა. საქართველოში რამდენჯერმე ვიყავი და შევიგრძენი ის დიდი პოტენციალი, რაც ამ მუსიკოსებს გააჩნდათ და გადავწყვიტე დავხმარებოდი მათ ჩამოყალიბებაში. ისინი ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები არიან. ჩვენი პროგრამა მრავალფეროვანია და სწორედ ასეთი მუსიკა შევასრულეთ დღევანდელ კონცერტზე. ფიქრობ, Georgian Brass-მა ყველა მუსიკალური ნომერი არაჩვეულებრივად შეასრულა. ძალიან ნერვიულობდი, ვინაიდან პირველი საპრეზენტაციო კონცერტი ყოველთვის ღელვას იწვევს შემსრულებელში და ამან შეიძლება ის ხარისხი მომზადების ოდნავ დააკლოს შესრულებას და ეს ყოველთვის მაგალითად თუ ეს მე გამოცდილი მაქვს თვითონ ჩემს კონცერტებზე. მაგრამ ბიჭებმა საოცრად მოახერხეს ამ ღელვის, ამ პასუხისმგებლობის მიუხედავად ყველა იმ ნიუანსის გათვალისწინება და წინვალედ შესრულება